ახლა კი გიამბობთ 86 წლის შალვა გიგოლაშვილზე, რომელიც გორის საჯარო ბიბლიოთეკის ყველაზე ასაკოვანი მკითხველია. ნახევარსაუკუნეზე მეტია აქტიურად დადის ბიბლიოთეკაში და სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობა. ამბობს, რომ ეს სივრცე მისი მეორე სახლია. წელიწად ნახევარია, რაც მხედველობა დააკლდა, თუმცა მისთვის ხელი არ შეუშლია და საყვარელ ადგილზე. კვირაში რამდენჯერმე მისვლას მაინც ახერხებს. მთელი ცხოვრება თავადაც საგანმანათლებლო სივრცეში გაატარა. უამრავ სკოლაში პედაგოგად და სკოლის დირექტორად მუშაობდა. დღემდე ძალიან უხარია, როცა მისი მოსწავლეები ქუჩაში აჩერებენ, კითხულობენ და ესაუბრებიან. მისი სურვილია ახალგაზრდებმა ნაკლები დრო დაუთმონ ტელეფონს და მეტი დრო წიგნის კითხვას მოახმარონ. აგვისტოს 17-ში გავხდი 86-ში გადავედი. გვარად გიგოლაშვილი, შალვა გიორგიძე. წარმოშობით ვარ გორის რაიონის სოფელ უფლის ციხიდან. გორში ვცხოვრობ 1966 წლიდან. დამთავრებული მაქვს გორის პედაგოგიური ინსტიტუტი. წარჩინებით თეთრ დიპლომზე დავამთავრე. საერთოდ კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ხო და აქ ამ ბიბლიოთეკაში მოსვლა, ვიღაცას მოვყე ერთხელ მითხრა და აი წამოდი ყველანაირი ჟურნალ გაზეთებია ვიქავე, ყიდულობდი ხოლმე გაზეთებს. მაშინ კი იაფირი და კაპიკები. დაახლოებით 67-68 წლის შემდეგ დავდივარ. 1967-68. ესე იგი ნახევარსაუკუნეზე მეტია რა. რაც აქ დავდივარ და თელი საუბრები შეიცვალა. უმეტესობა აღარ არის სოციალური. მე ჩემი საჭრე მყავდა აქ. ზოგი იყო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორები იყვნენ, ზოგი დირექტორებიც იყვნენ. აი სიქნის ყოველთვის დადიოდნენ ხოლმე. ვაჯაში უყვარჩვილი ახალგაზრდა მწერალი იყო, ხო, მურმალომიძე გორის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო ხოლმე, მე იყო პროფსასწავლებელი დირექტორი კოლმეუნოვის თავიდან და აი ეგეთან ხო. ხშირად დადიოდა ზაურ წაქაძე ის ადრე რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, ჩემი თანამედროვე იყო ინსტიტუტიდან, ხო, ჯემალ ენჯია. ენჯია ეხლა აღარ გუშინი კი საღალდაძე ეწყობა მოხუცა ძალიან, ხო, კაკოსუხი ისა ბიძინაშვილი და ესენ. ამ ბიბლიოთეკას აქვს პროფესორ სოლომონ ხუციშვილის სახელი. ეს სოლომონ ხუციშვილი გორელი იყო, მაგრამ თბილისში მუშაობდა უნივერსიტეტში. იმის სახელი მიენიჭა და როცა მიენიჭა რაღაც ღონისძიება ჩადა, იმის ხო კითხველებიც იყო, აი დავწრევა და მახსოვს პირადად შევხვდი სოლომონ ხუციშვილს. რაც ეხლა აქ დღეში ეხლა თუ ხაი მხედრულობის მაინც მოვდივარ, გავისეინებ ხო? როარ შემოვიდი არ შეიძლება რა. აი ვეღარ ვკითხულობ, აი ეს არის წელიწად ნახევარ რაც დამაკრაც ხარ. აი თინა მაგალითად აი ხა ხომოვიდა ხა. თინა ჩემი ყოფილი მოსწავლეა სტუდენტობის დროს. მე 6 კლასში იყო, კიგის სკოლაში სწავლობდა, პრაქტიკაზე ვიყავი და დამახსოვდა იქიდან მასაკეთები ვიცნობ. ხო, ისა ნაციას ვიცნობ. აი ქალბატონს უკვე ვიცნობ, მაგის ადგილზე ლალი იყო, იმასაც და სხვასაც ვიცნობ, ყველა ვიცნობ და ყველას ვიცნობ. ჩოდნის ის არის, აი ტაძარი ეს არის. ჩემ მეგრეთული რომ იმას ვეთქვი ახალგაზრდებს რომ წიგნს აღარ აკითხულობენ აქ წიგნს. წიგნი აი როგორც წერილი აღარ არსებობს არა, წერილს საჭინათურს წერილებს ახლა ტელეფონი რადიო. იშვიათია რომ მაგათაც წიგნი წაიგეს, ამ ტელეფონმა ძალიან აი ამ უარყოფითის გამოიღო. იმას მოუწოდებ ახალგაზრდებს რომ ყოველი კარგი რაც ჩემში არსებობს, არ ვიცი, ნაცკომია, წიგნი მომავწავ. ასეთი ნაცკომია. წიგნში რომ განათლებას მიიღებდა იმას, მათმა ტელეფონით ყველაფერი არ გამოდის. 85 გასულა, ერთი გადის კიდევ, ესა ყოფილა ცხოვრების უკანასკნელი კიდე ისევ არძები მიწადე, როგორც ყვითელი ფოთლები. აღარ არის ამ კიდევ